მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი ყველაზე ხშირად მონახულებადი დაცული ტერიტორიებია, თუმცა მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ბუნებრივი სიმდრისა, რასაც საქართველოს ეროვნული პარკები და ნაკრძალები აერთიანებს. 2025 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით დაცულ ტერიტორიებს თითქმის 930,000 ადამიანი ესტუმრა. როგორ გაიზარდა ინტერესი დაცული ტერიტორიების მიმართ, ვინ არიან ვიზიტორები და რა წვლილი შეაქვთ მათ ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაში სტუმართან დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან თამარ ხახშულთან ერთად ვისაუბრებ. მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. მე ძალიან მიყვარს ხოლმე წლის შემაჯამებელი გადაცემები, როდესაც რაღაც გარკვეულ წელს ერთგვარ ვაჯამებ და ამ შემთხვევაში უკვე სეზონის დასაწყისში გვიწევს შეჯამება ზაფხულის ტურისტული პერიოდის ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთანაც ვისაუბრეთ, მთლიანობაში როგორი წარმატებული იყოს. გეუბნება დაცული ტერიტორიებისთვისაც ძალიან კარგი მაჩვენებლები იყო წელს, ძალიან კარგი მაჩვენებლები იყო წელს ზაფხულის სეზონზე დაცულ ტერიტორიებზე. თუმცა თავდაპირველად მაყურებელს მეტნაკლები ინფორმაცია რომ მივაწოდოთ რა სტატისტიკურ მაჩვენებლებზეა საუბარი და მე უკვე თვითონ რა მთავარ გამოწვევებს წავაწყდით, რა მიმართულებით არის სამუშაო და რამდენად შეგვიძლია იმის თქმა რომ დაცული ტერიტორიები როგორ ტურისტულად საინტერესო ობიექტები შეიძლება იყოს გარდა იმისა, რომ ის არის ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავუფრთხილდეთ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და აღნიშნული საკითხებით დაინტერესებისათვის. დავიწყოთ იქიდან, რომ 8 თვე შევაჯამეთ, ფაქტურად შეიძლება ითქვას და ძალიან საინტერესო სურათი მივიღეთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზაფხულის პერიოდი როგორც წესი ყოველთვის ყველაზე მეტი აქტიურობით გამოირჩევა ხოლმე, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სექტემბერი, ისევე როგორც ოქტომბრის პირველი ნახევარიც დაცულ ტერიტორიებზე საკმაოდ მაღალი აქტიურობა ვიზიტორთა მხრიდან და შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის ბოლომდე ველოდებით ნაკადების კიდევ უფრო მეტად ზრდას. ცემებზე, როგორც უკვე აღნიშნეთ, 930,000 ვიზიტორამდე, ეს 30,000 ვიზიტორამდე ესტუმრა უკვე დაცულ ტერიტორიებს, საიდანაც გამოვყოფდით, რომ 56% საერთაშორისო ვიზიტორები არიან, რაც კიდევ უფრო მეტად უსვავს ხაზს საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან საქართველოს დაცული ტერიტორიებით დაინტერესების ფაქტზე. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს ასევე იმ ფაქტს, რომ ზოგადად საქართველოს ლანდშაფტები საერთაშორისო დონეზე გლობალურ რუკაზე ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიო ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ წლებში აღნიშნული მიმართულების კიდევ უფრო მეტად განვითარებით მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ როგორც ეკოტურიზმის განვითარების კუთხით, ასე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიო ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ წლებში აღნიშნული მიმართულების კიდევ უფრო მეტად განვითარებით მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ როგორც ეკოტურიზმის განვითარების კუთხით, ასევე რეგიონალური ეკონომიკის განვითარების კუთხით, რადგან როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე ეკოტურიზმის განვითარებაზე, როგორც წესი, აქ მხოლოდ დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას არ გულისხმობთ, ცხადია, ეს არის პირველ რიგში ადგილობრივი ეკონომიკის და რეგიონალური ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტიც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი დაცული ტერიტორიების კუთხით ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობდა პრომეთეს მტირალას ეროვნული პარკი, ასევე სათაფლიას აღკვეთილი, სადაც წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა და მეორე მიმართულებით, სადაც ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, თბილისის ეროვნული პარკი დიდი პოპულარობით სარგებლობს. სერვისებს რაც შეეხება, სწორად აღნიშნეთ, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად მუშაობთ იმისათვის, რომ არსებული სერვისები დაიხვეწოს, კიდევ უფრო მეტად დახვეწილი სახით შევთავაზოთ ვიზიტორებს, მათი კმაყოფილების დონე გავზარდოთ და რასაც ყოველწლიურად ვაკვირდებით, რა ტენდენციაც არის, ეს არის, რომ ვიზიტორები ეძებენ ახალ გამოცდილებას, ახალ ემოციებს, შესაბამისად აუცილებელია, რომ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობისასაც შევთავაზოთ კიდევ უფრო მეტი სერვისები იმისათვის, რათა ახალი ემოციები მიიღონ ვიზიტორებს. როდესაც საუბარია რეალურად ახალ შეთავაზებებზე, წლევანდელი სეზონი, მაგალითად, რით იყო გამორჩეული იმ კუთხით, რომ რა ახალი შეთავაზებები გაუკეთეთ ვიზიტორებს და აქვე საინტერესოა ვიზიტორთა რაოდენობა როგორ იყოფა მაგალითად უცხოელი ვიზიტორების და საქართველოს მოგზაურების ნაწილში, ანუ საინტერესოა რამდენად ინტერესდებიან დაუშვათ ტერიტორიებითა და მთელი ამ ბუნებრივი სიმდიდრით, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და თვითონ საქართველოს მოქალაქეები რამდენად გავიზარდეთ ამ მიმართულებით, რამდენად აქტიურად დავდივართ და რეალურად ნახულობთ იმას, რაც გაგვაჩნია რა ბუნებრივი სიმდიდრეებიც გვაქვს საქართველოს.
საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკას თუ დავაკვირდებით და როგორც წესი თითოეული ქვეყნიდან ჩამოსული ვიზიტორების სტატისტიკას ყოველწლიურად ვუყურებთ, რომელი ქვეყნებიდან უფრო მეტად იზრდება ვიზიტორთა რაოდენობა. ამ კუთხით მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 10%-იანი ზრდა გვაქვს დაფიქსირებული. ამ კუთხით აღსანიშნავია მაგალითად ინდოეთის, ჩინეთის ბაზრები, საიდანაც მასიურად უფრო მეტი ვიზიტორი სტუმრობს საქართველოს. აქვე აღნიშნავთ ხოლმე ევროპელ ვიზიტორებს, რომლებიც ძირითადად უფრო ლაშქრობის მიმართულებებს ანიჭებენ უპირატესობა და ძირითადად მაღალმთიან რაიონებს სტუმრობენ. ქართველი ვიზიტორისათვის გამოყოფდი უფრო ჩანჩქერებს, კანიონებს, ბუნების ძეგლების მონახულებას, რომელიც საკმაოდ მოკლე დროშიც არის შესაძლებელი, რომ მოინახულონ და ხშირად ექსკურსიების სახე აქვს ხოლმე როგორც წესი. მაგალითად მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე შესაძლებელია, რომ ერთ დღეშიც კი მოინახულონ ვიზიტორებმა. თუმცა ამავდროულად, რა თქმა უნდა, დაცული ტერიტორია ძელვადიანი ლაშქრობის დაგეგმვისათვის გამეუგულისხმა ბორის ამ დღიანი სალაშქრო მიმართულებები დღეს მდგომარეობით ამ მიმართულებით საქართველოს მოქალაქეები უფრო აქტიურები არიან თუ გაზრდილია ქართველების მხრიდან დაინტერესებაც. ყოველთვის ხაზს უსვამთ ხოლმე, რომ COVID პანდემიის შემდეგ, მას შემდეგ, რაც საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი მოთხოვნილება გაუჩნდა ბუნებაში დროის გატარების, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა უშუალოდ ბილიკების მიმართ, დაინტერესება მოგზაურობის მიმართ და ამ კუთხით ჩვენც პარალელურად ფეხს ვუწყობთ. სწორედ ამიტომაც ვიკითხავ, რომ რა ახალი პროდუქტები შევთავაზეთ და როგორ შეიძლება რომ უფრო საინტერესო გავხდეთ, იმიტომ რომ ბუნებრივი სილამაზე ბევრს აქვს და მაინც საქართველოში ატომ და ჩავიდე, ბუნებრივი ამას დასვავს ხო უცხოელი ტურისტი. რეალურად ამიტომაც საინტერესო რა ახალი შეთავაზებები შეგვიძლია გავუკეთოთ, მან შორის იგივე ტურიზმის სექტორთან ერთად თანამშრომლობით, რომ რეალურად დავაინტერესოთ და სხვა ქვეყანაში კი არ წავიდეს, რომელსაც ასევე შეიძლება ქონდეს ძალიან კარგი ბუნებრივი სიმდრეები, მოსანახულება და ამას სწორედ საქართველოს აირჩიოს. პირველ რიგში ხაზი უნდა გავუსვათ იმ ლანდშაფტებს, რომელიც საქართველოში გვხვდება, რომელიც ნამდვილად უნიკალურია და ეს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, არამედ საერთაშორისო დონეზე აღიარებული ფაქტია, ის რომ აქ გვხვდება აბსოლუტურად ხაზგასასმელია და შეიძლება ითქვას, რომ დღეს მდგომარეობით 1200 კილომეტრამდე ბილიკების ქსელია მოწესრიგებული დაცულ ტერიტორიებზე, რაც ნამდვილად უნიკალური მოგზაურობის საშუალებას იძლევა, როგორც ფეხით, ასევე ცხენით, ასევე ველოსიპედით სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე. აქვე აუცილებლად ხაზი უნდა გაუსვა ჯუთაროშ-კაომალოს დამაკავშირებელი უნიკალურ ისტორიულ პროექტს, რომელიც მიმდინარე ეტაპზე, დასრულების ეტაპზეა, რომელიც სამეროვნულ ხევსურეთის, ყაზბეგის და თუშეთის დაცული ტერიტორიები, რომელზეც მოწყობილი ტერიტორიები, რომელზეც მოწყობილი ასევე 7 ალპური ქოხი, რომელიც ფაქტიურად წარმოადგენს ძალიან იდეალურ მაგალითს ანალოგს შვეიცარიული ტურისტული ჰათების, ეგრეთ წოდებული ჰათებისა, რაც ნამდვილად საინტერესო მოგზაურობის შესაძლებლობებს იძლევა. თქვენს კითხვას რომ დაუბრუნდეთ, თუ რატომ საქართველო და არა სხვა ქვეყანაში მოგზაურობა, ყოველთვის კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ ხოლმე იმ უნიკალურ ეკოლოგიურ ღირებულებებს, რომელიც დაცულ ტერიტორიებზე გვხვდება. ეს არის ქვეყანა, რომელშიც ფაქტიურად 5-6 საათში შესაძლებელია, რომ სანაპირო ზოლიდან ვიმოგზაუროთ ნახევარ უდაბნოში, ან სანაპირო ზოლიდან ხო, მაგრამ რამდენი იძლევა ინფრასტრუქტურა ამის შესაძლებლობას, მათ შორის საგზაოს ნაწილშიც ესეც ხომ არ არის ერთგვარად გამოწვევა, იმიტომ რომ რაც არ უნდა მინდოდეს პირობითად თუ გზამ არ მომცა საშუალება, შესაძლოა ვერ გავაკეთო ეს. გეთანხმებით საქართველოს საკმაოდ თაგორიანი ადგილები გვხვდება და შესაბამისად მათ შორის დაცულ ტერიტორიებზე მიღწევა ხშირ შემთხვევაში გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. ჩვენი კუთხით მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა დაცულ ტერიტორიაზე, რომელიც ეკოტურიზმის მიმართულებით არის განვითარებული, ხელმისაწვდომობა, მისასვლელი გზა იყოს აბსოლუტურად კომფორტული ნებისმიერი შესაძლებლობების მქონე მოგზაურისათვის. იქნება ის მოლაშქრე თუ უბრალოდ ერთი სტანდარტული შესაძლებლობის მქონე ვიზიტორი, რომლისთვისაც შესაძლოა რომ მთაზე რამოდენიმე კილომეტრის გავლა შესაძლოა არ იყოს იმდენად კომფორტული. თუ თანამშრომლობთ ტურისტულ სექტორთან იმ კუთხით, რომ რაღაც ერთგვარად ერთობლივად შესთავაზოთ, იმიტომ რომ ბუნებრივია ხა პირობითად როდესაც ჯგუფი ჩამოყავს რომელიმე ტურისტულ კომპანიას, ან როდესაც ეს არის ორგანიზებული ტურიზმი, ასეთ შემთხვევაში პირდაპირ დაუშვათ სახელმწიფო სტრუქტურასთან მას არ ექნება ხო შემხებლობა და ამ დროს შეუძლია რომ დაუშვათ იგივე კერძო სექტორს საკმაოდ კარგად გაუწიოს მასპინძლობა და მოანახულებინოს ის ადგილები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ერთგვარი თანამშრომლობა თუ არსებობს და თუ აქვს კერძო სექტორს ინტერესი, რომ ან თუ შემოდიან ინიციატივებით, რომ აი რაღაცა ეს მიმართულება კი ეს განვავითაროთ, იმიტომ რომ ეს უფრო პოპულარულია და ამ მთლიანობაში რამდენად აქტიურად თანამშრომლობთ ბიზნესთან.
ამ მიმართულებით გამოვყავდით თანამშრომლობას როგორც ტურისტული კომპანიებთან, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან, დაცულ ტერიტორიებს მიმდებარედ ცხოვრობ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელთაც გარკვეული ბიზნეს საქმიანობები გააჩნიათ და მესამე მხრივ კერძო ინვესტორები, რომლებიც დაინტერესებული არიან დაცულ ტერიტორიებზე გარკვეული ბიზნეს საქმიანობის წამოწყებით. პირველ რიგში ტურისტულ სექტორთან საუბრისას აუცილებლად უნდა ხაზი გაუსვათ, რომ ნებისმიერი სერვისი, რომელსაც დაცულ ტერიტორიებზე ვაინიცირებთ, ეს არის იმ კომუნიკაციის და იმ საუბრების შედეგი, რომელსაც ჩვენ ტურისტულ კომპანიებთან ვახორციელებთ. ცხადია, მათი სურვილების, მათი მოთხოვნების გათვალისწინება ხდება იმისათვის, რათა სწორედ ის შევთავაზოთ დაცულ ტერიტორიებზე მოსულ ვიზიტორებს, რაც მათ ინტერესს განეკუთვნება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, დაცულ ტერიტორიები და ეკოტურიზმის განვითარება ვერ მოხდება თუ იგი ჰარმონიაში არ იქნა ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათი ინტერესების გათვალისწინებით არ მოხდა ეკოტურისტული სერვისების ინიცირება. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, დაცულ ტერიტორიების ადმინისტრაციებს, რომლებიც ლოკალურად დაახლოებით 25 რეგიონში გვაქვს განთავსებული, ყოველდღიურად აქვთ კომუნიკაცია მათ მიმდებარედ ცხოვრებ მოსახლეობასთან, რათა მათი ინტერესების გათვალისწინებით ის სერვისების დანერგვა მოხდეს სამომავლოდ, რაც ერთობლივად მისცემს საშუალებას, რომ განავითარონ ბიზნესი. და მესამეს აუცილებლად ხაზს გაუსვავ კერძო სექტორს, რომელიც დაცულ ტერიტორიებზე ერთვება, დღითი დღე იზრდება მათი რაოდენობა და ჩვენ გვაქვს პრეცედენტები სწორედ დაცული ტერიტორიები, სწორედ კერძო სექტორის ჩართულობით განვითარებული გარკვეული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა. თუმცა ამ ნაწილში რეალურად თვითონ იმის გათვალისწინებით, რომ დაცული ტერიტორიები არის სახელმწიფო საკუთრებაში და შესაბამისად სახელმწიფო არის მათი დაკავებული. ერთადერთი არის ამ შემთხვევაში წალკის კანიონი, სადაც იქ კონკრეტულად ძალიან მსხვილი ინფრასტრუქტურა არის აშენებული და ამ შემთხვევაში ძალიან სოლიდური ინვესტიციები ჩადებული. ამ მოდელებიდან რეალურად რომელი ამართლებს შედეგიანობის თვალსაზრისით და ფიქრობს თუ არა სახელმწიფო ამ მიმართულებით გარკვეულწილად, რომ კერძო სექტორთან პარტნიორობა გააგრძელოს თუ მოვლა პატრონობის კუთხითაც თუნდაც. როდესაც ვსაუბრობთ დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების კუთხით, ყოველთვის ხაზს უსვავთ ხოლმე, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უპირველეს ამოცანას ბიომრავალფეროვნების დაცვა, კონსერვაცია და მონიტორინგი წარმოადგენს. სწორედ ამის განვითარებას იქნება ეს ჩვენი რესურსით თუ კერძო სექტორის ჩართულობით. როგორც წესი, დაცული ტერიტორიების სააგენტო მიზნად ისახავს მხოლოდ მცირე ინფრასტრუქტურის განვითარებას საკუთარი რესურსით, რაც გულისხმობს საბაზისო ინფრასტრუქტურას, საპიკნიკეს, საკემპინგის სივრცეებს, გადასახედებს, მისასვლელ გზას მიღწევადობისათვის და მსგავს ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც საბაზისოდ ვიზიტორებს მისცემს საშუალებას, რომ მოინახულონ დაცული ტერიტორიები. შეეხება მსხვილ ინფრასტრუქტურას, რომელიც ასევე სხვადასხვა ემოციების შექმნისათვის არის აუცილებელი, ამ კუთხით დაცულ ტერიტორიების ამჯობინებს და უპირატესობას ანიჭებს, რომ ვითანამშრომლოთ კერძო სექტორთან, რათა მათი პრეროგატივის ფარგლებში და ჩვენი იურისდიქციის ფარგლებში შედარებით უფრო ეფექტურად განვახორციელოთ საქმიანობები. ჩვენ გვაქვს, როგორც უკვე აღნიშნეთ, პრეცედენტი წალკის კანიონზე ერთგვარი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა, როდესაც თუმცა წალკის კანიონზე გვხდება მხოლოდ მინიმალისტური ბილიკი, დანარჩენი განვითარება ხდება კერძო სექტორის ტერიტორიაზე, რაც გვაძლევს კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის საკმაოდ კარგ მაგალითს, როდესაც ადგილობრივი ეკონომიკა ერთი მხრივ განვითარდა, მეორე მხრივ კი დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ ასევე მარტვილის კანიონს, რომლის განვითარებამაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განვითარებაში. გვაქვს კიდევ პრეცედენტები მტირალას ეროვნული პარკის, დუშეთის ეროვნული პარკის, რომელიც პირდაპირ პროპორციულად არის დაკავშირებული ეკოტურიზმის განვითარება ადგილობრივების სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს აუცილებლად მინდა გითხოთ იმ კონკურსის შესახებ, რომელიც ჰქონდათ, რომელზეც მე და თქვენ ამ გადაცემაში ვისაუბრეთ, რა შედეგი მივიღეთ სკოლის მოსწავლეებისთვის დააგეგმილ დაწყებულ კონკურსს გულისხმობ და რამდენად აარჩიეს მათ ის მთავარი გმირი, რომელიც ერთგვარად გახდება ჩვენი სავიზიტო ბარათი ყველაფერი იმაზე, რასაც საქართველოს დაცული ტერიტორიები ჰქვია. ნამდვილად საინტერესო პოპულარიზაციის ხელშემწყობი გახდება ერთგვარად ეს პატარა საინტერესო კონკურსი გამოვიდა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 183 განაცხადი შემოვიდა სხვადასხვა აქტორებისგან, იქნებოდა ეს სკოლის მოსწავლეები, ილუსტრატორები, დიზაინერები, თუ უბრალოდ რთულ და კომპლექსურ პროცესს წარმოადგენდა აღნიშნული ნამუშევრების გადარჩევას, საიდანაც საბოლოო ჯამში გაიმარჯვა ფოცხვერმა, სახელად მალი, აღნიშნულია უახლოეს
პერიოდში გვექნება, თუმცა ოფიციალურად დაანონსდა უკვე გამარჯვებული გმირი, რომლის ფოტოებიც ასევე გამოქვეყნებულია. ავტორები ყავს ორი ახალმლებმაც წარმოადგინეს საკმაოდ საინტერესო გმირი. საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი იყო გმირების თვალსაზრისით, იქნებოდა ეს ალუზიური გმირი თუ თუნდაც რომელიღაცა ცხოველი, რომელიც დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობს, თუმცა ძირითადი შერჩევის კრიტერიუმების გათვალისწინებით აქცენტი გაკეთდა ხასიათზე, მის ასე ვთქვათ პიროვნულობაზე, თუ როგორი პიროვნულობის მატარებელი აღნიშნული ფოცხვერი, გარდა ამისა, იცით რომ ფოცხვერი დაცულ ტერიტორიებისათვის დამახასიათებელია და საკმაოდ საინტერესო გმირს წარმოადგენს. მისი ისტორია, მისი ხასიათი იმდენად საინტერესოდ იყო გადმოცემული, რომ ჟიურიმ ჩათვალა შესაძლებლად, რომ ამ გმირის განვითარება მოგცემს საინტერესო პროგრესს უშუალოდ დაცული ტერიტორიების და ეროვნული პარკების განვითარების კუთხით, რათა შექმნას ემოციური კავშირი საზოგადოებასა და ბუნებას შორის. რეალურად რამდენად შეიძლება რომ ამან გარკვეულწილად პოპულარიზაციაში შეგიწყოთ ხელი იმის გათვალისწინებით კითხულობ, რომ ახლა ფოცხვერი პირობითაა და ამ შემთხვევაში მტაცებელ ცხოველზეა საუბარი, რეალურად ემოციურ კავშირთან ემოციურად შესაძლოა ცოტა უფრო შიშთან და ხიფათთან იყოს დაკავშირებული. აი ამ ფაქტორის გათვალისწინებით ეს ხომ არ იქნება ერთგვარად ხელისშემშლელი დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის ნაწილში. ნამდვილად საინტერესო გმირია, სწორედ ამიტომ გამომდინარე იქიდან თვითონ გმირი, რომელიც შეირჩა არის ძალიან პოზიტიური, თბილი, ბავშვებთან ძალიან კარგად მეგობრობს. შესაბამისად, ამ გმირის გამოჩენა გახდება ერთგვარი სიმბოლო, თუ როგორ უნდა დაახლოვოს საზოგადოება ბუნებასთან. ჩვენ მიმდინარე პერიოდში მუშაობთ უკვე სხვადასხვა ანიმაციების შექმნაზე, აღნიშნული გმირის ირგვლივ, რათა შემდეგ უკვე აღნიშნული გმირი გარდაქმნათ სხვადასხვა ქმედებებში, თუ როგორ აქრობს ხანძარს, როგორ ახდენს ეკოსაგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას და ასე შემდეგ და უახლოეს პერიოდში გამოჩნდება ასევე მისი მასკოტიც, რომელიც ატარებს მონაწილეობას მიიღებს დასუფთავების აქციებში და ზოგადად როგორც საერთაშორისო პრაქტიკაც მოწმობს მსგავსი გმირის გაჩენა მნიშვნელოვან ემოციურ კავშირს აჩენს ზოგადად და აახლოებს საზოგადოებას ბუნებასთან და მათ შორის ბრენდის გაძლიერების კუთხით ვფიქრობთ და ცნობიერების ამაღლების კუთხით ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს და დაცული ტერიტორიების და ეროვნულ პარკებს კიდევ უფრო კარგად გააცნობს საზოგადოებას. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ და გისურვებთ რაც შეიძლება მეტ პროდუქტს და მეტ სიახლეს ჩვენ ამას ბუნებრივი სიამოვნებით გავაშუქებთ, იმიტომ რომ დაცული ტერიტორიები ბევრჯერ მithქვავს და კვლავ განმეორდები, არის საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრე, რომელსაც გაფრთხილება და ძალიან დიდი პოპულარიზაცია ჭირდება. თამარ ხახიშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირი ეთერის სტუმარი.